გორში გაზეთ აქამშვიდობის პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია გაზეთის საშუალებით მოქალაქეებს მეწოდონ ინფორმაცია ევროკავშირზე და საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სოციალურ და ეკონომიკურ გავლენებზე, ასევე იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიის გაძლიერებასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას. ღონისძიების მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ანტიევროპული ნარატივები ქმნის, ასევე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირების გზებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრა შეეხებოდა ჩვენი პროექტის პარკლებში გამოცემულ გაზეთს აქამშვიდობას. ეს პროექტი ძირითადად ეხება ევროკავშირის როგორც სამშვიდობო პროექტს და იმ გავლენას, რაც შესაძლოა ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, არა მხოლოდ სამშვიდობო კუთხით, არამედ სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით ის ტრანსფორმაცია, რაც ქვეყანამ უნდა განიცადოს იმ შემთხვევაში, საქართველო იქნება თუ ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა, რომელიც გახდება საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. ძირითადად ამას შეეხებოდა შეხვედრა და ასევე ის გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით არსებობს, მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით თუ ანტიევროპულ ნარატივებზე, რაც ვრცელდება სხვადასხვა საშუალებებით საქართველოში. მას უნდა გქონდეს ამოწურავი და სრული ინფორმაცია ევროკავშირზე, თუ რა სარგებელს მიიღებენ ადამიანები ევროკავშირის გაწევრიანების შემდეგ, მათ უნდა გქონდეს სრული სურათი, თუ რა ხდება ევროკავშირში, თუ როგორ განვითარდა, როგორ შეიცვალა ძალიან ბევრი სახელმწიფოს მდგომარეობა, იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგომარეობა, მას შემდეგ რაც ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრი და ეს პერსპექტივები უნდა იცოდეს ძალიან ბევრმა ადამიანმა და მათ უნდა გქონდეთ ინფორმაცია იმისთვის, რომ თუნდაც გააკეთონ სწორი არჩევანი, თუნდაც იმისთვის, რომ მათ რეალურად შეძლონ გაუმკლავდნენ იმ რუსულ ნარატივებს, რუსულ პროპაგანდას, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი თურმე არაფერი სარგების მომტანი არ არის, რაც ასეთ ნარატივს ავრცელებს უკვე სამწუხაროდ არაერთი უწყება, არაერთი ორგანიზაცია საქართველოში და რაც მთავარია, რომ ევროკავშირი არის სწორედ მშვიდობის გარანტი, ევროკავშირი რაც დაფუძნდა მას შემდეგ მის წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან არასოდეს ქონიათ კონფლიქტი და ჩვენ როცა გვაქვს კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე და არის ომი, რა თქმა უნდა ევროკავშირი არის გარანტია, რომ ეს კონფლიქტებიც იქნება ასევე მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარებული და სწორედ ევროკავშირი არის მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი საქართველოსთვის.